ჩვენ ისევ ეთერში ვართ, ქალბატონ მანანა, თქვენ განაცხადეთ, რომ ოპოზიციის ოპოზიციაა, მე არ გამიგეო, გეთანხმებით, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, ეს ის ოპოზიციური პარტია, რომელსაც 9 წლის განმავლობაში საქართველოს მმართველი ძალა გახდათ, რომელიც უფრო სწორად და ასე ვთქვათ, მაინც სხვა ანგარიშვალდებულებების შესაძლოა გქონდეთ, ანუ თქვენნაირ ერთნაირი ნიშადან არ დაგიწყიათ ამ შემთხვევაში. ამიტომ შესაძლოა, რომ ბუნებრივი იყოს მმართველი, დღევანდელი მმართველი ძალის რეაქცია მათთან თქვენს დამოკიდებულებებზე, მაგრამ ეს მეორე საკითხია. ეხლა მე მინდა არა, იცით რა, ამაზე მინდა აუცილებლად გეპასუხოთ. მე ვისი ბრალია და ვისი დამსახურებაა, რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს ისევ არის გარკვეულწილად ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციურ ძალად ითვლება. ისინი არ სხდებიან არავისთან გარდა ნაციონალური მოძრაობისა დებატებში. და მათ მოსწონთ ეს, იმიტომ რომ გარკვეულად მაშველი რგოლია ნაციონალური მოძრაობა მათთვის, იმიტომ რომ მე ვერ მეტყვიან ბევრ რამეს და ნაციონალურ მოძრაობას უნდა შეახსენონ მუდმივად 9 წელი. ამიტომ ეს პრეტენზია ძალიან გთხოვთ თქვენს ეთერში რო იქნებიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, მათ უთხარით, რატომ უხანგრძლივებენ ხელოვნურად ცხოვრებას ნაციონალურ მოძრაობას. კარგით, ამის ახსნაც აქვთ მათ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველი უფრო მეტი და რეიტინგული პარტია და უფრო მეტი პროცენტული მხარდაჭერი ყავდათ არჩევნებმაც აჩვენა პრინციპში ეს. ქალბატონო მანანა, ამ თემის გავრცობაც შეიძლება, ეხლა არჩევნები მოდის 2016 წლის. ეს ერთგვარი კატალიზატორი იქნება მოვლენების. თქვენ როგორ შეაფასებთ? ნინო ბურჯანაძის განცხადება მე მაინც ძალიან უცნაურად მომიჩვენა და შემდგომ ქალბატონი ფიქრიას მიერ და თქვენი პარტიის მიერ გაჟღერებული განცხადება. ხომ არ აპირებთ, მართალია ჯერ იქამდე შორია, მაგრამ რა თქმა უნდა რაღაცა წინხვედრი ნაბიჯები მაინც არის ხოლმე. რაიმე დიდი ოპოზიციური ერთიანობის შესახებ საუბარი თუ არის ეხლა თქვენი მხრიდან, ან ვისთან შეიძლება? ეხლა მოდით პირდაპირ გეტყვით, რომ არ ქონდათ მაღალი მაჩვენებელი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს და დავით გამყრელიძემ ეს თავად განაცხადა და ერთგვარი კი არა და ოფიციალური მიზეზიც გახდა მისი პოსტიდან წასვლის. მე მაინტერესებს ეხლა რა სიზავთ და რა გეგმები გაქვთ? არათუ კარგი მაჩვენებლები არ ქონდა, არამედ ძალიან ცუდი მაჩვენებლები ქონდა და პარტია თავის ისტორიის მანძილზე პირველად აღმოჩნდა როგორც არაკვალიფიციური სუბიექტი, რომელსაც არ აქვს ბარიერი გადალახული არც ადგილობრივი, არც საპარლამენტო არჩევნების დროს და ჩვენ პრაქტიკულად ასეთ სიტუაციაში არასოდეს არ ყოფილვართ. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, მე სრული პასუხისგებლობით შემიძლია დღეს განვაცხადო, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ მიმდინარეობს დღეს, ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან, სხვა პარტიები ერთმანეთთან რა ურთიერთობაში. ხვალ რა იქნება, ამაზე ძალიან ძნელია დღეს ლაპარაკი. არც 2003 წელს ეგონათ პოლიტიკურ პარტიებს, რომ მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდებოდა პირდაპირ ასე ვთქვათ დემოკრატიის მტერი საქართველოში და ჩაიდენდა ასეთ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს და ის იქნებოდა ესეთი ავტორიტარული მმართველი. პირიქით გახდებოდა ავტორიტარული მმართველი. პირიქით მოლოდინები სულ სხვა იყო. მე დღეს არ მგონია, რომ ქართული ოცნება გახდეს ისეთივე ავტორიტარული მმართველი, როგორც მიხეილ სააკაშვილი იყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მოვლენები ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ მე არ ვიცი საბოლოოდ რა იქნება და სხვათა შორის ისეთ რაღაც წინასწარმეტყველებასავით გამომივიდა სწორედ მე, იმიტომ რომ თავის დროზე ვთქვი, რომ მოდით რა ჯერ ნუ გავაკეთებთ შეფასებებს, ისევე როგორც არ იყო ასეთი სწრაფი შეფასებების გაკეთება 2003 წელს, იმიტომ რომ შესაძლოა მათ დასჭირდეთ და დემოკრატიის წინააღმდეგ დასჭირდათ და მოსმენების კანონი დატოვეს ძალაში. დასჭირდათ და პროკურატურა პოლიტიკური ანგარიშწორების რაღაც აქციას. დასჭირდათ და სასამართლოზე ზეგავლენა დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით ნაბიჯებიც გაატარეს. იგივე ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ თავკომბალის დაშლა მიმდინარეობს ხომ მოსმენების სამსახურის აბსოლუტურად პოლიციასთან არ არსებული უსაფრთხოების სამსახურში გადადის და ასე შემდეგ. ამას ქალბატონ მანანა არა მხოლოდ მე, არამედ თავად პოლიტიკური სპექტრიც აღიარებს, არ ვიცი ხა თქვენ რამდენად დამეთანხმებით ამ საკითხში, რომ რა თქმა უნდა პოლიტიკური ზეწოლის თვალსაზრისით ველი გათავისუფლდა. რა თქმა უნდა, მე შემიძლია პირდაპირ თქვა და სხვათა შორის ახალ მემარჯვენეებს ობიექტურობა გვეყო და მე ყოველთვის ვამაყობ იმ დოკუმენტით, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჩვენს ყრილობაზე, როდესაც დავით გამყრელიძე გადადგა და ფიქრია ჩიხრაძე ავირჩიეთ, სადაც პირდაპირ მიუთითებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება იყო ის, რომ რევოლუციის გარეშე არჩევნების გზით ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა. აღარ გდევნიან, არ არის ჩანაწერები, თქვა ოჯახის წევრებზე არ მიმდინარეობს ზეწოლა. სიხისტით, რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლებას
ხელისუფლების შედარება ნაციონალურ მოძრაობასთან არ შეიძლება, მაგრამ მოლოდინი მაინც იყო სულ სხვა, რომ ისინი იქნებოდნენ ბოლომდე დემოკრატიული და დღეს მე ამას სამწუხაროდ ვერ ხედავ. რაც შეეხება ალბათ უფრო სოციალური თვალსაზრისით აქვთ უფრო დიდი ჩავარდნები ვიდრე დემოკრატიულობის თვალსაზრისით. არა, ვერ დაგეთანხმებით ეკა და მე მინდა თქვენ კონტრშეკითხვა დაგისვათ. თქვენ ახლა გჯერათ, რომ უსიშროების სამსახური რო ცალკე გამოიყოფა და მის ხელმძღვანელს საპარლამენტო უმრავლესობა აირჩევს, ის ადამიანი დამოუკიდებელი იქნება? პრემიერ-მინისტრი არ არის ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი. პრემიერ-მინისტრს და პარტიის თავმჯდომარეს მართველი კოალიციის წამყვანი პოლიტიკური ძალის თავმჯდომარეს არ მიეცა იმ განცხადების გაკეთების საშუალება, რომ ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს საარჩევნო კოდექსი და გაგაცნობთ უახლოეს დღეებში. ამას ვერ აკეთებს პრემიერ-მინისტრი და ბიძინა ივანიშვილის გავლენისგან ვერ გამოსულა და თქვენ ახლა გჯერათ, რომ ინდია ჯანელიძე იქნება თუ ვინმე იქნება, ის იქნება დამოუკიდებელი უშიშროების მინისტრი? რა თქმა უნდა, მე ეს არ მჯერა, თუ პოლიტიკური ნება არ იარსებებს ამ ქვეყანაში, რომ დამოუკიდებელი სამსახურები შეიქმნას, რა თქმა უნდა, არაფერიც არ შეიცვლება და უშიშროების სამინისტრო იქნება ისეთივე დაქვემდებარებული, რა მნიშვნელობა აქვს ახლა ვის შემადგენლობაში იქნება, თუ ის იქნება ისეთივე მართული პოლიტიკური ძალისგან, როგორც იყო წარსულში. ასე რომ მე ამას არ მივიჩნევ ნამდვილად, ეს არის ფორმალური გაყოფა. იქნას გამოყენებული პოლიტიკური ზეწოლისთვის. იქნება ეკა გამოყენებული მერწმუნეთ როგორც კი დასჭირდებათ. იქნება გამოყენებული. ირაკლი კორძაიას მაგალითი ამაზე მიანიშნებს. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ? იგივე მე აბსოლუტურად არ ვერევი თვითონ სასამართლოს. ჯერჯერობით თქვენ მაგალითად დაასახელეთ, ხოლო ვერბალური განაცხადი იყო. ანუ იქ ჩვენ ვერაფერი ხელშესახები გასაგებია, მაგრამ ვერბალური ესე მე შემიძლია თქვენ იცით რა, მაშინაც ვერბალური განაცხადები იყო ეკა და ჩვენ ვერაფერს ვერ უმტკიცებთ. ვერ უმტკიცებდით ჩვენ ამას ნაციონალურ მოძრაობას სამწუხაროდ, მაშინაც იყო ესეთ. ეხლა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს შევეხოთ და აბსოლუტურად შინაარსობრივად არ განვიხილოთ. ეხლა თქვენ გჯერათ, რომ აი იმ ოქროპირიძის საქმეზე მე არ ვამბობ, რომ ის უდანაშაულოა, ასე უცებ ის ადამიანი, რომ 12-ში ციხიდან არ გამოეშვათ, შეითითხნა სასწრაფოდ საქმე და ეს არ იცოდნენ მანამდე. ასეთი დეტალებისაგან შედგებოდა ეკა ჩვენი როგორ გითხრათ ურწმუნოება ნაციონალური მოძრაობის დემოკრატიულობის მიმართ. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ? მე გიგი უგულავას დამცველად არ გამოვდებგები, მაგრამ 9 თვე რო ადამიანი წინასწარ პატიმრობაშია და ზუსტად 9 თვე რო გაივლის და იმის წინა დღეს რომ რაღაცა ბრალს წაუყენებენ, ეს დემოკრატიაა? როგორ ფიქრობთ ახლა თქვენ რა 9 თვეაზე ადრე არ შეიძლებოდა ამის გაკეთება? მაგრამ გიგულავაზე უამრავი მასალა იყო ისედაც. სად არის ეს მასალა? ეკა სად არის ეს მასალა? სად არის ეს მასალა? თუ გიგი უგულავას წინააღმდეგ ბრალდება, მე ბევრად მეტ ბრალდებებს ველოდი. წარმოადგინა ის რომ გიგი უგულავა აკეთებდა თქვათ რაღაცა აი ეს დათეთრებაზე იყო ხო იქ საუბარი? როგორ ფიქრობთ ახლა აიპები რა არის? აი გეკითხებით თქვენ, არასამეწარმეო იურიდიული პირები, რომლებიც თავიდან ბოლომდე არის დაკომპლექტებული ქართული ოცნების აქტივისტებით. რა არის? რით განსხვავდება? რით განსხვავდება ვინმე მამიხსნას რა? რა მნიშვნელობა აქვს ახლა კორპუსის იმაში და კომიტეტში და საქმებს შენს აქტივისტს აიპში დაასაქმებ? აი რა მნიშვნელობა აქვს ამიხსენით? და მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ნეპოტიზმი, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გამოყენება, მაშინ იმ ფორმით იყო, ახლა ამ ფორმით. ჩემთვის რა შეიცვალა? თქვენთვის რა შეიცვალა? ჩვენი მოსახლეობისთვის რა შეიცვალა? აქ ამაზეა ლაპარაკი და ნუ რავინ ეცდება, იცით რომ თურმე იქ ფაქტები იყო და ფაქტები არ არის. ჩვენ ზუსტად ამას ვეუბნებოდით ნაციონალურ მოძრაობას და ის თავს იმართლებდა. დღეს ამას ვეუბნებით ქართულ ოცნებას და ის თავს იმართლებს. გასაგებია, ქაბადომანო, თქვენ რას თავაზობთ მოსახლეობას? აი 2016 წელი ახლოვდება, პრინციპში შორის აღარ დარჩა. აი ესეთი სურათია, ხო, ერთის მხრივ გვაქვს საოცარი პოლიტიკური მოცემულობა, უკაცრავად ვაის გავეკეცი და ვუის შევეყარე დაახლოებით ესეთი ქართული ანთაზის შესატყვის. რას თავაზობთ აი ეს დანარჩენი პოლიტიკური ძალები? რას თავაზობს ახალი მემარჯვენეები ამ მომრჩეველს? იცით რა არის ეკა, მე მინდა რომ ძალიან კარგად დაინახოს ახალი მემარჯვენეების განსხვავება დანარჩენი პოლიტიკური პარტიებისაგან ჩვენმა ამ მომრჩეველმა და ჩვენმა მსმენელმა. ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ საქართველოში მოვლენები ვითარდებოდეს რევოლუციური სცენარებით, რომელიც იწვევს იმას, რომ ხელისუფლების სათავეში მოდის ერთი ადამიანი და ამ ადამიანის განკარგულებას ემორჩილება მთელი პოლიტიკური სპექტრი და მართველი კოალიცია. ყოველგვარი ასეთი რევოლუციური გადატრიალება და გარკვეულწილად იცით დოლარების რევოლუციაც იყო ეს 2012 წელი, იმიტომ რომ რომარა ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან ამდენი მილიარდი ბუნებრივია ის ვერ შეძლებდა იმის გაკეთებას, რაც შეძლო, მაგრამ ძალიან კარგია რომ შეძლო. მაგრამ მას აი ამის მერე რაც მან არჩევნების გზით
დაამარცხა მიხეილ სააკაშვილი. რომ გაეკეთებინა განცხადება, რომ მე მართლაც მივდივარ პოლიტიკიდან, მე ხალხო დაგპირდით იმას, რაც გავაკეთე, ეხლა ამის შემდეგ ვნიშნავ თავისუფალ არჩევნებს, მოვიდნენ პოლიტიკური ძალები, რომლის მიმართაც დობა აქვს ხელისუფლებას და ჩვენ გადავიდეთ მართლაც მრავალპარტიულ დემოკრატიაზე. ახალი მემარჯვენეები დაპირება ყოველთვის 2003 წლის, უпростоრად 2003 წელს რევოლუციის დროს ჩვენ არ მონაწილეობდით იმ სამეულში 2004 წლის არჩევნებში, როდესაც ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არავის არ ეგონა, რომ შევიდოდით პარლამენტში, შევედით და შევედით 17 კაცით 2004 წლის პარლამენტში, მაშინაც და 2012 წელსაც ვეუბნებოდით, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ჩვენს ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამარცხების და აი ამ სისტემის არის ის, რომ ჩვენ გქონდეს მრავალპარტიული პარლამენტი. მოდით ხალხო, ნუ ვერთიანდებით. მიხეილ სააკაშვილის ხიბლი მაშინ იყო ის, რომ მას შეეძლო ყველაზე ხისტი განცხადებების კეთება, ყველაზე მეტად მოეკაჩა თავისკენა და ყველაზე ქარიზმატული იყო. ნუ მოვექცევით აი ამ ქარიზმების გავლენის ქვეშ. ამირჩიეთ მეც, აირჩიეთ სხვაც, რომ პარლამენტში შევძლოთ პოლიტიკურმა ძალებმა კოალიცია და არა პარლამენტამდე შევქმნათ კოალიცია. ეს არის დემოკრატიულობის მიმანიშნებელი. აი თურქეთში რაც მოხდა, ხო? დღეს უკვე თურქეთმა თავისი დემოკრატიული გზის განვითარება დაასრულა იმით, რომ იქ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოვიდა აბსოლუტური უმრავლესობით და შექმნეს კოალიცია და მერწმუნეთ, როდესაც იქ ქმნი კოალიციას, როდესაც შენ არ ხარ ვალდებული არც მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არც ბიძინა ივანიშვილის მიმართ, არამედ შენით გაიკვალე ეს გზა და შენით მოხვედი პარლამენტში. ბევრად მეტ პასუხისგებლობას გქნობ, ჯერ ერთ პოლიტიკურ ძალას ვერ გააქვს ვერც ერთი გადაწყვეტილება, თუ არ მოიკრიბა მომხრეები და მომხრე რომ მოიკრიბო, მე რომ ვარ კოალიციის წევრი, არც ერთ შემთხვევაში თუ ეს ხალხის სასარგებლო და ქვეყნის სასარგებლო არ არის, არ დაგთანხმდები, იმიტომ რომ დაგთანხმდე, შენთან ერთად უნდა მივიღო ეს წყევლაკრულმა და მე ისე უნდა მივიდე ამ მომრჩეველთან და აღარ მომცემს ამ მომრჩეველი ხმას. ამიტომ ახალი მემარჯვენეები სრულიად განსხვავებულს ვთავაზობთ ამას. აი ამ ხედვას ქვეყნის განვითარების. ქალბატონო მარანა, თქვენ როგორ უყურებთ როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თეორიულ შანსებს? ძალიან ბევრი ზეაღმატებულ ხარისხში განიხილავს მის ოდესის რწმუნებულად დანიშვნას. თქვენ როგორ ფიქრობთ, მას აქვს შანსები? რა თქმა უნდა, წინასწარ პროგნოზების გაცხადება ძალიან რთულია, მით უმეტეს ქართულ პოლიტიკაში უყვარს სიურპრიზები ზოგადად ქართულ პოლიტიკას, მაგრამ თქვენ როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი, როგორ ფიქრობთ ნაციონალებს და ზოგადად უფრო სწორად კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს აქვს რაიმე შანსი პოლიტიკაში დაბრუნების? ობიექტურად არ უნდა ქონდეს არანაირი შანსი პოლიტიკაში დაბრუნების, იმიტომ რომ მან ძალიან წარე გამოცდილება აჩვენა ქართულ ხალხს. მაგრამ მოდით რა, ეს აღიარებითი სატელევიზიო ტელეაღიარებები მოგწოთ თქვენ, აი როგორც რიგით მოქალაქეს, არა როგორც პოლიტიკოს, აი ეს ეთერში სხვადასხვა აი ამ წამყვანი პოლიტიკური ლიდერების ნაციონალ მოძრაობის დაჯდომა და აი ეს იყო ცუდი, ანუ ყველაფერი თითქმის ყველა საკვანძო საკითხში ისინი რომ აცხადებენ. სიმართლე გითხრათ, მე ვერ ხედავ ასეთ აღიარებებს. პირიქით დაჯდა ადეიშვილი პირდაპირ ეთერში და განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმეშიო სახელმწიფო კი არის დამნაშავე და ჩვენ კი არ ვიყავითო დამნაშავეო. კაი, გასაგებია პოლიციელს შეიძლება რაღაცა ადამიანი იყო შეცდომები. არა, მან თქვა რომ ჩვენი შეცდომა ის იყო რომ გამჭვირვალედ რო ვატარებდით გამოძიებას, ეს ვერ დავანახეთ ხალხსო. ეს მიაჩნია მას. მას მიაჩნია რომ გამჭვირვალედ ჩაატარა გამოძიება, უბრალოდ ხალხმა ვერ დაინახა როგორ გამჭვირვალედ ტარდებოდა. გნებავთ გადაახვიეთ თქვენ ეს და გნებავთ ნახეთ რა თქვა მან. ასე რომ მე ვერ ხედავ რატომაც ამ აღიარებით ჩვენებებს და აღიარებით განცხადებებს. მაგრამ მათ განცხადებებს რომ ჩვენ მოვალთ ძალიან ოპტიმისტურ განცხადებებს მოbrunდებით აი ბატონი ადეიშვილის მისამართი. და მე ამაში ხედავ სწორედაც ქართული ოცნების ბრალეულობას, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ 3 წელიწად ნახევრის 3 წლის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში 2 წელიწად-ნახევრის განმავლობაში სამწუხაროდ ვერ გაამართლა და ვერ შეუსრულა ის დანაპირები ქართულ ხალხს, რომელსაც ის დაპირდა. და როდესაც თქვენ საუბრობდით პროგნოზებზე, მე მინდა აბსოლუტურად გულწრფელად, იცით, დღეს რატომღაც საქართველოში პოპულარობის მოხვეჭას პოლიტიკური ძალები ცდილობენ იმით, ვინ მეტს შეაგინებს ნაციონალურ მოძრაობას. და ვინ უფრო მკვეთრ განცხადებებს იტყვის. მათგან განსხვავებით მე ჩემი ქვეყნის მომავალი მაინტერესებს და ჩემი ქვეყნის ბედზე ვარ დაფიქრებული. და მინდა დაინახოთ ძალიან კარგად და დაინახოს ჩვენმა მაყურებელმაც ეს რეალობა. თუ მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც გადადგა ძალიან რისკიანი ნაბიჯი, მოახერხა და წარმატებული მოდელი შექმნა ოდესაში. და აქეთ სამაგიეროდ ქართულმა ოცნებამ მოახერხა და ეს დარჩენილი წელიწად-ნახევარი კიდევ გადააყოლა რაღაც, როგორ გითხრათ, არაეფექტურ გადაწყვეტილებებს და წარუმატებლად
წარუმატებელი სახელმწიფოს მოდელი შექმნა. აი ამ შემთხვევაში ვხედავ მე საშიშროებას, რომ ქართველ ამომრჩეველს მოუბრუნდეს გული. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქართულმა ოცნებამ დაიჯეროს, რომ ოპოზიცია არ არის ქვეყნის სამტროდ შექმნილი. ამაშიც აბსოლუტურად ერთნაირი რიტორიკა აქვს, იცით? აი, როგორ გითხრათ, როგორც მიხეილ სააკაშვილი არ აგდებდა ოპოზიციას არაფრად, ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვს და მათაც ოპოზიცია ხალხისტრად მიაჩნიათ. ამიტომ, აი, იგივე ადეიშვილის გამონათქვამებში მე რა მენიშნა, იცით? მან თქვა, რომ აი ჩვენ შეგვეშალა, როდესაც ჩავატარეთ უმაღლესი განათლების რეფორმის ერთი ეტაპი და ეს იყო არასაკმარისი და სკოლას არ მივხედეთ. მე როგორც განათლების კომიტეტის წევრი, სწორედ ამას ვთხოვდი კიდევაც და ვაფრთხილებდი კიდევაც და ვეუბნებოდით. თქვენ არ გაგიტარებიათ განათლების რეფორმა, იმიტომ რომ არ დაგიწყიათ საფეხურიდან და ეს არის არასწორი და მიხედეთ ამას. ხო? ამიტომ თუ ქართულ ოცნებასაც არ უნდა რომ აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში და რაც ყველაზე მთავარია, იცით, მე დღეს ქართული ოცნების პოლიტიკურ მომავალზე კი არ ვდარდობ, მე ვდარდობ ჩემი ქვეყნის მომავალზე. ამიტომ ჩემი ქვეყნის მომავალი ბევრად არის დამოკიდებული ქართული ოცნების წარმატებაზე და მინდა რომ წარმატებული იყოს და არ მინდა რომ დაბრუნდეს და ხალხმა ენატროს მიხეილ სააკაშვილის დრო. ამიტომ მოусმინეთ ოპოზიციას. რესპუბლიკელების დაწინაურება და წინა ფლანგზე წამოწევა თქვენ როგორ გესახებათ? რამდენად ეფექტურია ქართული ოცნების მხრიდან აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა? იცით რა არის? რესპუბლიკელებმა ძალიან კარგად აუღეს ალღო სიტუაციას, მას საკმაოდ პოლიტიკური გამოცდილება აქვს და მას მერე რაც ოპოზიციაში აღმოჩნდა ირაკლი ალასანია, აი პირდაპირ უთხრეს რომ შენ უნდა წახვიდე კოალიციიდან, მას მერე რესპუბლიკურმა პარტიამ გამოიყენა ყველა ის შანსი, რომელიც მათ მიეცა. ეხლა შეხედეთ, დღეს რო ალასანია ხელს უშლიდა რესპუბლიკელების წინსვლას. რა თქმა უნდა, ეს იყო ორი დასავლური ტიპის და საკმაოდ დემოკრატიული გამოცდილების მქონე პოლიტიკური ძალა, განსხვავებით სხვა პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც არ აღიქმებიან დასავლურ ძალებად და მათ ჰქონდათ ერთმანეთში ამ თვალსაზრისით კონკურენცია. მას მერე რაც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართული ოცნება და უმრავლესობის მოსაგროვებლად მათ ნაციონალური მოძრაობის წევრები დაჭირდათ. ეხლა იცით რა არის? ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი რა. როდესაც შენ უკიჟინებ რაღაცას ახალ მემარჯვენეებს, შენ თავს მიხედე რა, ძალიან დიდი ბოდიში ვის ხარჯზე შეივსე უმრავლესობა და ვინ გიზის დღეს შენს ხოთაშორის ალასანიზე როდესაც აცხადებს, იყო საუბრები, რომ სწორედ ერთ-ერთი ფაქტორი იყო მიხეილ სააკაშვილთან და მის გუნდთან მისი ასე ვთქვათ არაოფიციალური, არაგანსაჯაროებული შეხვედრები. ვინც კარგად ადევნებდა თვალპოლიტიკას და ვინც კარგად შეისწავლა ბიძინა ივანიშვილის ნატურა, ის ძალიან კარგად ხედავდა, რომ ამის საფუძველი გახდა ირაკლი ალასანიას მასთან შეუთანხმებელი განცხადება, რომ ის კენჭს იყრიდა პრეზიდენტად. აბსოლუტურად ერთმანეთში დაემთხვა ეს ყველაფერს დროში და ეხლა იცით რა, ყველაფერი ძალიან ნათლად ჩანს. რაც გინდა იგონონ მიხეილ სააკაშვილი და გვაშინონ ამ ბუათი და კვლავ დაიტოვონ ეს რაღაცა მაკომპრომენტირებლად არა. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პირიქით არ სურს საუბარი, რადგან სააკაშვილი წარსულია და მას წარსულზე საუბარი. კი ბატონო, და აცალონ ამ ღარიბაშვილს, აცალოს უმრავლესობაში შემავალმა პოლიტიკურმა ძალებმაც და აცალოს თავისმა შეფმაც, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს, თუ ის მართლა ასე ფიქრობს და იქნებ მართლაც აქვს ამ კაც პოტენციალი, რომ რაღაცა შეცვალოს ქვეყანაში. მე აბსოლუტურად გულწრფელად გულშემატკივრობდი მას, როდესაც მოვიდა და ერთმანეთშიც ჰქონდა, იცით, ეს ასთა გაზიარება, რომ აი, იცით, რაღაცა კარგი ჩანს ეს და იქნებ მოახერხოს და რაღაცა გააკეთოს, მაგრამ შემდეგ მან აბსოლუტურად თარინა ბიჯები გადადგა. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, საშიშროება გაიზრდება ამისა. ამიტომ ჩვენ გვმართებს რომ ყავდეს ხელისუფლება, რომელსაც კარგად ესმის ოპოზიციის დანიშნულება ამ ქვეყანაში და მე ღიად და გაცხადებულად ვამბობ, მე ვარ ხელისუფლების ოპოზიცია და არა სააკაშვილის ოპოზიცია. ნამდვილად არ მინდა იაფასიანი ქულები დავიწერო სააკაშვილზე ყვირილით, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს არაფერს კარგს არ მოუტანს ქვეყანას და ძალიან კვალიფიციურ, ჩემი აზრით, ძალიან კონსტრუქციულ რჩევებს ვაძლევ და ძალიან ობიექტურად და კვალიფიციურად ვაკრიტიკებ მართლ პოლიტიკურ ძალას. გაიგებს მისთვის კარგი იქნება. არ გაიგებს აღმოჩნდება იმ მდგომარეობაში, რაშიც აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობა. არ გაიგებს, ანუ 2016 წლამდე რას აპირებთ? ეხლა შუალედურ არჩევნებზე საუბრობდით, თქვენ ბოიკოტზე, აქ არ არის საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი, არაშუალედურზე. აი, ძირითად საპარლამენტო არჩევნებზეც ხომ არ დადგება დღის წესრიგში, რომ რამდენიმე პარტიამ გამოუცხადოთ ბოიკოტი, თუ თქვენ რეალურად მიიღებთ მონაწილეობას? არა, მე არ მინდა რომ საქმე იქამდე მივიდეს, რომ ჩვენ 2016 წლის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება დაგვჭირდეს.
ჩვენ ამ წუთასაც არ ვამბობთ, რომ აი ამ კოდექსით არ მივიღებთ მონაწილეობას. არ ვამბობთ, ჩვენ ვთქვით, რომ შუალედურში არ მივიღებთ და არ გვითქვამს, რომ საერთოდ და დავეჯაროთ და 2016 წლის არჩევნებში ჩვენ დღესაც შევეგუებით იმ რეალობას, როგორც შევეგუეთ 2008 წელს, როდესაც 2012 წლისთვის, როდესაც არაფერზე რეალურზე არ წამოვიდა ნაციონალური მოძრაობა და ამ კოდექსის პირობებში უკვე მიიღეთ მონაწილეობა, ხო? და მივიღებთ კიდევ ერთხელ ვამბობ, ოღონდ მე ვშიშობ, რომ ეს კოდექსი იქნება მონაგონი იმასთან შედარებით, რა ნაბიჯსაც გადადგამს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით, მედია საშუალებების მონოპოლიზების თვალსაზრისით ქართული ოცნება. მე გული მიგრძნობს და ვხედავ ამის ნიშნებს, იმიტომ რომ ის ვერ გაიმარჯვებს 2016 წლის არჩევნებში თუ არ გამოიყენა ეს. და როცა ვამბობ, რომ დასჭირდება და გააკეთებს, დასჭირდება და გააკეთებს. ივანიშვილი ხშირად აპელირებს ამაზე, რომ ის არაპირებს, ასე ვთქვათ, იმ არაკონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმას და მონოპოლიზირებული ნაბიჯების გადადგმას, რასაც თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა. მის საჯარო ინტერვიუებში ჩვენ სხვა დაპირებებიც მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისგან, მაგრამ სამწუხაროდ ეს დაპირებები არ შესრულდა. აი თუნდაც ავიღოთ, აი ელემენტარული შევადაროთ. დღეს მათ შემოაქვთ კანონში ცვლილებები, რომ თბილისის ქონებაც და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ქონებაც ისე შეიძლება განიკარგოს, რომ მათ საკრებულოებს არავინ არაფერი არ კითხოს. და ლოგიკა არის ის, რომ და ტენდერები ისე ჩატარდეს, რომ საკრებულოს არავინ არ კითხოს გარკვეული მცირე თანხების ფარგლებში. და ლოგიკა არის, რომ აი ჩვენ ხელი გვეშლება, ინვესტორს ხელი ეშლება, ეს ლოგიკა ქონდა ნაციონალურ მოძრაობასაც. როდესაც ითხოვდა, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო ოპოზიციისგან და საკრებულოებისგან დაფარულა და ყოფილიყო ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებები. ხო, შეხედეთ, როგორ ემსგავსებიან თანდათან. და ეხლა სვამ კითხვას. კი, მაგრამ როდესაც მათ კანონი შეცვალეს 2014 წლამდე, აი 2012-დან 14 წლამდე საკრებულოში, სადაც ჩვენც ვიყავით წარმოდგენილი, მაშინ მათ კანონი შეცვალეს და ის კანონი, რომელსაც ახლა ისე უპირებენ ცვლილებას და 200 ლარზე ქვემოთ თუ კი რამე განხორციელდებოდა, ყველაფერი მოდიოდა საკრებულოში. ურიკებით შემოქონდათ პროექტები და ამბობდნენ, რომ არა, ჩვენ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ თითოეული თეთრი საკრებულო და გაუკონტროლოს ქვეყნის მთავრობას. საწავიდა ეს მიდგომა, ძალიან მაინტერესებს და რატო გონიათ, რომ დემოკრატია არის მარტო რომ დემოკრატიული ღირებულებები არ ცნობს ბიძინა ივანიშვილის პატიოსნებას. არავის პატიოსნებას არ ცნობს დემოკრატია. არც ერთ შემთხვევაში დემოკრატია არ ნიშნავს იმას და აი ეს ხელისუფლების შემაკავებელი ფუნქცია, ოპოზიციის და პოლიტიკური ძალების და საკრებულოს ფუნქცია არ ნიშნავს, რომ იცი რა, აღარ მინდა გენდობი, არავის არ ენდობიან, დემოკრატიამ ნდობა არ იცის, დემოკრატიამ იცის, რომ უნდა აკონტროლოს ეს ყველაფერი და საკონტროლოს მაგრამ ტესტი ეს ალბათ მაინც არჩევნებია ხოლმე ქალბატონო მანანა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ალბათ გამოჩნდება ნდობა მოსახლეობის რომელი პოლიტიკური ძალისადმი აქვს. კი ბატონო, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი ტესტი არ იყო ხოლმე არჩევნები ნაციონალური მოძრაობისთვის და კიდევ ერთხელ ვამბობ, ნაციონალური მოძრაობა ირგებდა კანონმდებლობას და დღეს ირგებს კანონმდებლობას ქართული ოცნება. მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხომ ჩაატარა ქართულმა ოცნებამ და არა იმ სქემით, როგორც ატარებდა ნაციონალური მოძრაობა. შედარებით, მაგრამ მე გახდით ახალქალაქში და სრული პასუხისგებლობით მინდა გითხრათ, რომ ახალქალაქში არჩევნები ჩაატარა სუსმა, გადახია, თავზე გადაგვახია ყველა ოქმი. აი ღიად შეიტანა შესწორ. ამაზე სრულად ვაგებ პასუხს. და ეს არ განაცხადეთ. როგორ არ განაცხადეთ, მაგრამ ვინ მოგისმინა? აქციები სტარდებოდა ახალქალაქში, არ ვიცი თქვენ ადევნები თუ არა, თვალყურს 2014 წლის მე და კახა კუკავა ვიყავით იქ ჩასული. ქუჩაში ხალხიც იყო გამოსული. უზარმაზარი აქციები სტარდებოდა. და რატომ დღის წესრიგში ასეთი მოძრაობა? იმიტომ რომ ხედავდნენ, რომ ჩვენ გადავლახავდით ახალქალაქში მოპოვებული ჩვენი 70% გადავლახავდით. კონკრეტულ უბანზეა საუბარი, იმიტომ რომ ზოგადად პროცენტული მონაცემებით ლიდერობდა ქართული ოცნება. ჩემო ძვირფასო, 2004 წელსაც ნაციონალური მოძრაობა რა გზას დაადგა, იცი, ახალი მემარჯვენეების მიმართ. აუქმებდა იმ ოლქების შედეგებს, სადაც ჩვენ ქონდა ყველაზე მაღალი ხმა. რა თქმა უნდა, მათიც უქმდებოდა, მაგრამ მათ მილიონით მეტი ხმა ქონდა და არაფერს არ კარგავდნენ იმით, მაგრამ ჩვენსაც აუქმებდნენ და ჩვენ დატოვებას აპირებდნენ ბორცს მიღმა. თუ ესეთი ქმედებები ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ. რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიებიც და ხალხიც გამოვა ქუჩაში. ხალხს დღეს ერთი დაძახება ჭირდება და მზადყოფნა იმისთვის, მაგრამ ჩვენ არა ვართ ასეთი უპასუხისმგებლო პარტია, რომ ეს გავაკეთოთ, იმიტომ რომ გვინდა რაღაცნაირად მშვიდობიანად მივიდეთ 2016 წლამდე და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები. ეხლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართულ ოცნებაზე.
ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, გისურვებთ წარმატებებს. მე ვფიქრობ, რომ მაინც არჩევნები არის ხოლმე თქვენ დამეთანხმეთ ამაში მთავარი ტესტი და იმედი მაქვს, რომ შემდგომ საპარლამენტში ვიხილავ ახალ მემარჯვენეებს. იცით რა არის, ეკა, ცოტა წინააღმდეგობაში მოვდივართ ხოლმე, როდესაც ასეთ განცხადებებს ვაკეთებთ, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობაც ამას აკეთებდა 2008 წელსაც, 2000 შემდეგ 10 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ჩვენ ეჭვი შექონდა და ვამბობდით, რომ გააყალბაო. მაგრამ ჭირმა თავი ხომ არ დამალა. ჩვენ ეჭვი შექონდა და ვამბობდით გააყალბაო. ამიტომ თვალთასე ნუ ვიტყვით, მაინც მნიშვნელოვანია. ჩვენ ნუ ვიტყვით, რომ ტესტია, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ხალხისმა მნიშვნელოვანია, როდესაც განსაკუთრებულად დაგროვდება ბრაზი. ყოველთვის არ არის მნიშვნელოვანი, 2008 წელს არ აღმოჩნდა ეს მნიშვნელოვანი, 2010 წელს არ აღმოჩნდა. მაგრამ ქართულს უკვე აქვს გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება. მე ამის იმედი მაქვს, რომ ქართულმა ხალხმა პოლიტიკური გამოცდილება შეიძინა და ხანდახან ხუმრობ ხოლმე, იცით, რომ ჩვენი სლოგანი, მოდი იცით რა იყოს მეთქი, რომ ვემზადებით ჩვენ და მოემზადეთ თქვენც. ამ მომრჩეველი, იმიტომ რომ რაღაცები გავაანალიზოთ, ჩვენ შეცდომებზე ვისწავლოთ და მართლაც მივიდეთ ერთადერთ სწორ გამოსავალამდე, ეს არის დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები, რომლის შედეგადაც ქვეყნის სათავეში მოვა ბევრი პარტია, ჩვენ გვექნება მრავალპარტიული პარლამენტი და არ გვექნება ერთი ადამიანის მმართველობა. ძალიან ოპტიმისტური და შესაშული სურათია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით. მომავალ შაბათამდე.